ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ ნიკოლა ლიაშვილმა ქრისტიან დემოკრატების პოზიცია ჟურნალისტებს პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში საუბრისას გააცნო. მისი თქმით 2005 წელს მიღებულ წინა დოკუმენტთან შედარებით ახალი ვერსია გაცილებით სერიოზულია, თუმცა საპარლამენტო უმცირესობას შენიშვნები ამ შემთხვევაშიც აქვს. აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, რადგან ეს ინსტიტუცია სწორედ ამ ფუნქციას ასრულებდა მთელი ისტორიის მანძილზე, ეხლაც არის, მე ვფიქრობ, ერთადერთი ციტადელი, სადაც საუბარია კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ასევე უნდა გაესვას ხაზი საქართველოში არსებული ტრადიციული კონფესიების როლს ამ მიმართულებით. ის გარემოება, რომ ვერ ხერხდება რეინტეგრაცია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული, ასე ვთქვათ, მჭიდრო კომპაქტური საზოგადოებებისა მათ გარშემო არსებულ ქართულ საზოგადოებაში და ეს ხდება მარტო იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა არ იციან ქართული ენა, ანუ ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ეს გახლავთ გამოწვევა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.